მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე ვისაუბროთ ღირს თუ არ ღირს ირლანდიაში ჩამოსვლა. ყველაფერი მე გელაპარაკეთ, წინა ვიდეოებში მოგიყევით რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეთ და დღეს გავაკეთოთ პატარა ანონსი. რამდენად ღირს თუ არ ღირს. ხო, სანამ თემაზე გადავალთ ღირს თუ არ ღირს ირლანდიაში ჩამოსვლა, გადადით ჩემს YouTube გვერდზე, გამოიწერეთ და ლაიქეთ, რათა ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა. კარგი, დავიწყოთ ახლა აბა ღირს თუ არ ღირს ირლანდიაში ჩამოსვლა. მე მოგიყევით და გელაპარაკეთ აქ არსებულ რა პრობლემებს შეიძლება გადააწყდეთ. დაახლოებით ხელფასებსაც შევეხი. ცხოვრების რიტმს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოსგან ძალიან განსხვავებულია, მაგრამ თვითონ ირლანდიელი ხალხი ძალიან თბილი ხალხია, მე სტუმრადაც ყოფილ ვარ მათთან ოჯახში და ეხლა ქართველი ვით თუ არა, ვისკითაც გამიმასპინძლდნენ და ძალიან დადებითადაც ავივსე. ანუ ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ დადებითი ხალხი თვითონ ირლანდიელები კარგი ხალხი არიან, მინდა გითხრათ. სკოლები ბავშვებისთვის არის, ბაღი რა თქმა უნდა ბავშვებისთვის არის ჩვეულებრივად, არა აქვს მნიშვნელობა ქართველია თუ სხვა ეროვნების, ყველასთვის ღია სკოლის ბაღის და ბავშვებს მოკლედ ძალიან კარგი ყურადღება ექცევა. თუ ენა იცი ადამიანმა, ხელობა იცი, კარგად და მშვენივრად ხარ. დანარჩენი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რა თქმა უნდა, ირლანდიასაც აქვს, ხო? მოკლედ, თუ შენ ადამიანს მიზანი გაქვს, დასახული, ეს პრობლემები რაც ვილაპარაკე, ეს უნდა გაითვალისწინო, გაუძლო და რა თქმა უნდა, შენი მიზნისთვის უნდა იბრძოლო. ალბათ იმ ადამიანისთვის არ ღირდეს იქნება, ეს მე არ ვიცი, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ღირს თუ არ ღირს. ეს ვისაც როგორ უღირს, ისე უნდა ქნას. მე გელაპარაკეთ და იცით, ხო? დაახლოებით რა ხდება და როგორ ხდება და მე როგორ უნდა გითხრა, გიღირთ თუ არ ღირს. შეიძლება გადააწყდეთ ამ პრობლემებს, რაზეც გესაუბრეთ და შეიძლება პირიქით, თუ თქვენ ყველაფერში კარგად წაგივათ საქმე, თქვენი როგორც ვთქვათ, ჩაბარების ამბავიც ძალიან კარგად მოგვარდა, თქვენ თუ მოგცენ აქ უფასო საცხოვრებელი, საჭმელი თქვენი საზრუნავი არ იქნება, ქირა თქვენი საზრუნავი არ იქნება, მაშინ რა თქმა უნდა გიღირდეთ იქნება და ღირს კიდეც. თუ გაგიმართლათ და თუ არ გაგიმართლებთ ამ ყველაფერში იმ პრობლემებს აწყდებით და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, გიღირთ თუ არ ღირს ირლანდია. ეხლა ვისაც უღირს, აქ ვართ, შრომობთ და რჩებით ირლანდიაში. რა თქმა უნდა, ყველა ამ პრობლემის მიუხედავად ველოდებით იმ დროს, რომ გაამართლებს და რაღაცა იქნება, ზოგი ვსწავლობთ, ზოგი ის და ყველანაირად ვინდომებთ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს, რომ აქ დარჩეს და იმუშაოს. ამიტომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეს ღირს თუ არ ღირს. მე თქვენ ვერ გეტყვით და მე თქვენ დაზუსტებით არც გეტყვით ღირს თუ არ ღირს, იმიტომ რომ ეს თქვენს ნერვებზე და გამძლეობაზეა და თქვენ რა მიზანი გაქვთ დასახული. ალბათ არ ღირს იმისთვის ხო განმეორდები, ვისაც აი უბრალოდ მოვსინჯავ და მიზანი არა აქვს, იმიტომ რომ იმ ყველა პრობლემებს რო გადააწყდება შეიძლება ვერც გაუძლოს, არც გაუძლოს და გაბრუნდეს და წავიდეს, არ ვიცი, ან იმისთვისაც ღირდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამდენი ცუდიც აქვს, იმდენი კარგი აქვს ირლანდიას და იმდენად დადებითი აქვს კიდე. ამიტომ მეგობრებო, რთული სათქმელია ვინმე მიგითითოთ რამდენად ღირს და არ ღირს. ზოგს კარგად მისდის საქმე, ზოგს ცუდად მისდის, წვალებაშია და ვერ ეწყობა, ხო? ეხლა იმ ადამიანის გადმოსახედიდან შეიძლება არ ღირდეს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ამდენს წვალობს. ესე ქუჩაშია, შია, ნუ ესე ხა რა ვიცი, აქ არავინ არ უჭირვებს და მე წამს იმის, რომ არც გაუჭირვებს, ეგრო ვინმე მიცოდეს, რომ აქ ქართლშია არ მოშივდება და არ მოწყურდება, იმდენად ღვთისგან დალოცვილი ხალხი ვართ ჩვენ. ამიტომ დაზუსტებით მე ამას არ გეტყვით, თქვენ ღირს თუ არ ღირს, ჩვენ გვიღირს, მე მიღირს პირადად წვალობ იმის მიუხედავად და ჯერ კიდევ რა ბევრი რამ არ მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ მე ის ყველაფერი გავიარე, რაზეც მე გესაუბრეთ და ჩემს თავს ის ყველაფერი გავიდა. გამიმართლა მე იმაში, იმიტომ ვიძახი. აი, მაშინ უნდა წამოხვიდეთ მშვიდად, როცა აქ ვიღაცა ყავდა, დარწმუნებული ხართ, თავშესაფარი გექნებათ. მე გამიმართლა, დიდი მადლობელი ვარ ჩემი ჰოთელი ძმების და აი მაგათით გამიმართლა. თავიდან რომ შემოვედი, მეც ესე ქუჩაში დავრჩი, არაფერი არ მქონდა და ქუჩაში ანუ სახელმწიფოდან ხო არ მომცეს მე თავშესაფარი. და წამიყვანა ჩემმა
ძმებმა, ფოთელებმა, ჩემმა მეგობრებმა, დიდი მადლობა მათ და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათი და ამიტომ შევკრიბოთ ცუდიც, კარგიც, ხალხთან თქვენ ირლანდიელ ხალხთან პრობლემა არ გექნებათ. მე არ ვამბობ სხვა ერი აქ მრავალი ერის ხალხია და ბევრი პრობლემებიც ხდება და ბევრი ისეთი ხალხიცაა აქ, რომ ძალიან უნდა ერიდო, ძალიან. კიდევ უფრო მეც მოგაწვით, კიდევ უფრო მეც გაიგებთ. დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ. ემიგრანტებო, მალე დაბრუნება სახში, მშვიდობა, გამარჯობა და წარმატება მოგცეს უფალმა. მიყვარხართ ყველანი გულში.